რუსმა ტურისტებმა ქართულ ეკლესიას რომ მიაბსეს თბილისში, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ქოცებს მიაბსეს კისერში, ან თავზე დააბსეს, ხო? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა არ მქვია და სპეციალურად არის შეტანილი ამ მუხლში, სხვათა შორის თქვენი მონამორჩილის დიდი ბრძოლის შედეგად წლების წინ. და რას ამბობს ახლა ქოცნება, რატო არ დაიჭირეს ის არსებები? ისინი ხო დასაჭერები არიან. ჩვეულებრივად მათ უნდა წარედგინოთ ბრალი ჩვენი რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის. ერთმორწმუნეებად კი თვლიან, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, რა არის, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ეს ერთი მომენტი. ანუ ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რამდენად სუვერენიტეტის ორფერზე დამცველები და რამდენად რელიგიური გრძნობების მტლედ დადებული პატრიოტები არიან. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს რა ქვია იმას, ეგზარქოს შიოზე. შიო მოგაფსეს პირდაპირ მნიშვნელობით. ეკლესია ქრისტეს სხეული არის და ეკლესია არის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მთელი ამ გამგებლობის სხეული. რატომ არ იღებთ ხმას? ხო უნდა ამოიღოს ადამიანმა ხმა, კაცო, ხელა ინსტიტუციამ, რომ მას მიაბსეს. ერთი ძველი გამოთქმა არ იყო, რა ვიცი, კომუნისტების დროინდელი. ტრაკი თუ არ გაანძრიო, თუ როგორ არის, თუ არ მიაკუეოთ, ეგონებათ ტრაკი არა გაქვს, ეგ ვარიანტია. თქვენ მარტო ევროპის და იმის აქვს, ამერიკის წინააღმდეგ შეგიძლიათ განცხადებები, ფეხზე კიდიათ, ეკლესია რწმენა, რა ვიცი, რელიგია და ჩვენი სიწმინდეები. და ეს ბარემ აქვეც კონსერვატორები რო ქვიათ და რუსი ისინი რო არიან კონსერვები. რატო არ მოიღეს ხმა? ეგენი ხო ქართული ეკლესიის მცველებად ფიგურირებენ და პოზიციონირებენ. რუსმა რომ მოგაფსათ თავზე და ტუჩებზე კონსერვატორებო, რატო არ მოიღეთ ხმა? არ არის თქვენი ეკლესია ისა, თუ რახან რუსი იყო, მაგისგან ციური მანანაა და უნდა მოილოკოთ და უხრაკა ზეციური მანანა უფრო სწორად. გია მათ რომ მოგაფსეს? ეს არის მეგობრებო, ვიცოდეთ, რომ არც ქართული ოცნება არის ქართველი მართლმადიდებელი პატრიოტი, არც მისი ქვეშევრდომი ეგზარქოსი შიო და ყანდური ჯაღმა და მასთან დაკომდებარებული ეს საპატრიარქო, რომელიც ქვეგანყოფილება